მეირთვირადე დილამშვიდობის მეგობრებო როგორ ხართ? სამი არც ისეთი დილა აღარ არის რომ გითხრათ შუადღეში გადავედით გუშინ ხამე დაბანილი დავწეგი ამიტომ რაღაცა გეგონება ბალიში ავიფეთქდა და თავიც მზედ მიყვა ეგეთი შეგრძნება მაქვს ალბათ გაგიკვირდებათ ორშაბათ დღეს სახლში რა მინდა, მაგრამ ალბათ აღარ უნდა იმის დაყოლება რა მინდა და სახეზე მაწერია რაც მინდა. ვირუსმა ჩამაგდო და მიმანაგავა სრული ამ სტყოსში და კიდე მიირთვი თუ გიყვარდე რა. კი სიყვარული. აი კარგი დედიკო. თქვენ როგორ ხართ გოგოებო? ალბათ სამსახურებში გუშინ ძალიან გვიანდავდე, აი 9 ხდებოდა მგონი. შესაბამისად ურესი ნახვაც არ აქვს და თავად ეგრეა ხოლმე. 7:30-დან 7-მდე უნდა მოვასწრო დადება, რომ კარგი ნახვა გქონდეს. მე მაგ დროს მქონდა მაღალი სიცხე, წამალი დალეული და ალბათ ჩამეძინა. შესაბამისად რომ გამომეღვიძა უკვე გასული იყო დადების დრო და მაინც გავასაჯაროვე მოკლედ. თუმცა ჯობდა ბარემ დღეს დამედა. აი მე რატომ აქ ესე გადაფუებული თმა და რანაირად მეძინა ხო არ იცით რომ ასე გამწარებულად მაქვს ისა რა ქვია. დღეს სამსახურში ვერ წავედი გუშინ დავურეკე მენეჯერს. მტკი და ფიზიკურად ვერ ვდგები საწყობიდან თქო. სახსრები ისე მტკივა ხალხო 10 გომას უნდა მგონი რავი 10 წუთი ისე მტკი. დილა განსაკუთრებით ძალიან მძიმე მაქვს სიცხით და სისუსტით. ახლა ოდნავ არ ამიშავს, აი ოდნავ. ძალიან მინდა გკითხოთ სიზმრების შესახებ. ოღონდ თქვენ ხოიცით მე რა სიზმარა ვარ. ოღონდ ამ შემთხვევაში მინდა გკითხოთ მიცვალებულებს როცა ეხება საქმე, როგორ გაქვთ ყველაფერი რაღაცა დაცდილი ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ვნახევი თუ მიჩნდა მანქანაში და მე დაახლოებით მესამე სართულის აივნიდა, რომელსაც მოაჯირი არ ქონდა და მე სიმაღლის ისედაც მეშინია არა თუ ახლა მოაჯირო ადგილებზე ხო საერთოდ ვიცენტრები და იქიდან დავინახე რაღაცას თითქოს ეძებდა თუ რაღაც მოკლედ დავინახე და დავინახე. რაღაცნაირად ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ვხედავ ხოლმე მიცვალებულებს და მართლა ალბათ ჩემგან სანთელი მაინც უნდათ სანთელი. იმიტომ რომ მე ვარ ადამიანი, რომელიც ბოლოს ეკლესიაში როდის იყო არც ახსოვს. რაღაცნაირად ისე მიეწყო, რომ თუ მივდივარ მიცვალებულების როდესაც არიან ეკლესიაში ჩვენი ახლობლები მაშინ მიწევს ხოლმე მისვლა და ეს ძალიან ცუდია, თუმცა სახლში ჩემიძლია დავანთო, მაგრამ აი როგორ გაქვთ თქვენ დაცდილი აი ეს გაფრთხილებთ რამე ეს თუ მე ძალიან მჯერა აქედან დავიწყოთ, ძალიან მჯერა და ბატონო დედიკო კარგი შვილი ხარ დედი. მოდი მეც მოგეხმარო რომ მალე მორჩი არ გინდა დე? ხო რა, მალე რო და მომიწიე ჯამი ჩემო სიცოცხლე. განსაკუთრებით ვნახულობ ხოლმე გოგოებო, აი თავს რო ძალიან სუსტად ვგრძნობ იმ მომენტებში ვნახულობ ხოლმე უფრო მეტად. მოდი დედი სწრაფად რო გათხოვო მერე, მოდი ჩემი ლამაზი, მოდი. კარგი შვილი ხარ ძალიან, ვამაყობ შენით და პურიც მიაყოლ. ძალიან ბევრი
ადამიანი ამბობს ხოლმე, რომ რაღაცას გაფრთხილებს, რომ რაღაცისგან დაიცო ბევრი ვერსია, ალბათ ვინ როგორ დაცდის. ხოლების წამალი დავლიოთ, ოღონდ ჯერ უნდა მიირთვა, კარგი იმ შიერზე არ შეიძლება. თქვენ როგორ გაქვთ ეს ყველაფერი დაცდილი? არ ვიცი. ძალიან ბევრი წასულია. ჩემგან თქვენ გეიცით და ძალიან ხშირად ვნახულობ მათ. მოდიდე. ჩქარა ჩემო ერთადერთო, მოდი. მოდი, ნელა დედიკო, ნელა. კარგი შვილი ხარ. კარგიდე. მოდი დედის კული ჩქარა ჩემო ერთადერთო, მიდი რა გთხოვ. ძალით ნუახველობა, ოღონდ ხო იცი არ მიყვარს ეს ძალით ხველებადე. პირი მოწიე რო არ დაიხوارოს კარგი. მე და მარიკო სხვადასხვა მხარეს ვიწექით, რომ მაინც ცოტა თავი დამეცვა რამენაირად. მთელი ღამე დამსდევ და სადაც გადავტრიალდებოდი. მაინც საბოლოოდ ჩემთან გაიღვიძა. სიყვარული ხარ დედიკოსიდე. 30-ში გვაქვს ბოლოზე იმი. და 31-ში ვმუშაობ. და ძალიან მწუხვარ, რომ სავარაუდოდ ვერაფერს ვერ გავაკეთებ. დედის გული გთხოვ, მარიკო არ შემიძლია ამდენი საუბარი, თუ გიყვარდე დროზე დედიკო რა. დროზე რა ჩვენ გინდა შეგისრულოს დედამ, კარგი? შენ ხო შეგპირდა დედა და ან შესაძლოა კი დედიკო, აუცილებლად. მე შეგპირდი და წაგიყვან, მაგას წყალი არ გაუვადე, მე რასაც გპირდები გავასრულე. რა თქმა უნდა, დედი, მაგდონში რატო წავალთ თუ მშიერი იქნები? მოდი დედიკო, მოდი. რა თქმა უნდა. ადრე ისე იყო, რომ 31-ში მეწყვილესთან თანხმდებოდი, ის მოვიდოდა 31-ში და შენ აღარ მოხვიდოდი და მოხვიდოდი 3-ში. ანუ ორივე იმუშავებ და მოხვიდოდი 3-ში. არ ვიცი მოკლედ როგორ იქნება, თუმცა მე მართლა ვერაფერს გამკეთებელი ვერ ვიქნები 31-ში თუ ვიმუშავებ. ბატონო დედიკო. მოდი მარტო წვენი მივირთვათ გინდა? მოდიდე. მოწიე თავი ოღონდ რომ სწრაფად მივირთვათ. აი რა უნდა გავაკეთო, გაფიცებთ. ჯერ ბავშვი დახუნხლილი რო დავდივარ, რა პროდუქტი უნდა მოვზიდო, მე ნუ კაი მოვზიდავ რამენაირად. აი რა გავაკეთო, უბრალოდ მითხარით, როცა 31-შიც მუშაობ ადამიანი, ანუ აი ვინც მუშაობთ, უბრალოდ რას აკეთებთ, ხა მე სახლში არავინ არ მყავს გოგორო, აჰა დედიკო, აი ან დედა ჩემი, ან ვინმე ან ბებორო, თუნდაც ელემენტარული ხახვი დამახვედროს გარჩეული რა. ხა ეგრე ჩემი ქვარი ზამბახვდებს იმ ხალხს, მაგრამ ნუ ზოგადად გეუბნებთ ხა ხალხი ძალიან ისეთი ის არის. დედიკო სწრაფად. მოწიე თავი ეხლა ვერ გავიგე რას მეთამაშები. ხო და ვინც მუშაობთ ხალხო როგორ ახერხებთ უბრალოდ როცა არავინ არ ყავთ დამხმარე რანაირად ახერხებთ რომ 31-ში თუ მუშაობთ რაღაცა გაამზადოთ აი მართლა უბრალოდ არ ვიცი როგორ უნდა შევძლო აჰა დედიკო თუმცა რამდენიმე სახეობა აუცილებლად უნდა გავაკეთო ეს არის ტოლმა და ბევრი უნდა გავაკეთო ეს არის წვადი, მწვადს საღამოს შეწვავენ, ამიტომ ხომ მწვადს არც ვთვლი და თავად მიხედავენ. უნდა გავაკეთო, რა ვქნა, ძალიან გვიყვარს ჩვენ ოჯახში ეგრეთ წოდებული ვინეგრეტი, აი ძალიან გვიყვარს და ყოველ წელს ვაკეთებ თითქმის და უნდა გავაკეთო აუცილებლად და ასევე უნდა გავაკეთო ქათმის სალათი. აი ეს რამდენიმე სახეობა ყოველ მისის გარეშე უნდა გავაკეთო. დედიკო სიყვარულო სწრაფადე. აუცილებლად ასევე რა ვიცი რანაირად დამჩება დრომა რა ოსტრიმი და მოკლედ გავაკეთო და მინდა კუჭმაჭი
ნუ ეს რაღაცა ელემენტარულს გეუბნებით, თორე ხა ხუთნაირ სალათს რო აკეთებენ და რვანაირ ხურციანებს, რა თქმა უნდა, მაგის რო არ მექნება, აჰა დედიკო. თუმცა რაც ჩამოვთვალე, რაღაცა ბევრი გამოვიდა ესეც, ხო დედიკო, აჰა. არ გინდა დედა? აი დამანები თავი თუ ადნა პური მიირთვი თუ გიყვარდე ოღონდ. პური, რადგან ეს არ მიირთვი დედი. მაშინ პური მივირთვათ, კარგი დედიკო? კარგი, მიირთვიდე. ხო და ანუ აი ტოლმე ძალიან მიყვარს და ყოველ წელს რომ რა ვიცი მე წაქცეული ვიყო ტოლმას ვაკეთებ ხოლმე მერე ცოტ ხო ნუ ვინეგრეტისთაც ვთქვი და უნდა გავაკეთო ბაჟეც, ანუ იმდენი რამე მინდა რეალურად, ანუ უფრო ხორცეული, რაც ნუ კაცებისთვის უფრო პრიორიტეტი იქ იყო, ვიდრე სალათები, იმიტომ რომ გამაფრთხილე სალათები არაო. ხა სალათებს შიმჭმელი არავით არ მაგისთვის დროს ნუ დაკარგავო. თქვი დიდი მადლობა. აი შებაჟე გავაკეთე თუ მომიცალე. ნუ არა უშოს ხა 31-ში თუ არა პირველში გავაკეთება უცვლებელი არ არის, ხა არის ხატა 31-ში ხამე ბაჟე დათალებდეს, მაგრამ რავი არ ვიცი გოგოებო რას ვიზა. ერთი ვიცი რომ ბევრად ადრე უნდა მოვზიდო ხორცეული, რაც ნუ უნდა გავაკეთო. ყველა ვარიანტში, აი როგორც ცოტა უნდა მოვზიდო ხოლმე, იმიტომ რომ მერე არ მეცლება და კობამ დამიწერეო, წავალო და ხორცელს მოვიტანო, ხო მევთხარი, სადაც სამაგი ფასიაში ხო და იქ იყიდი და მადლობთ მევთხარი. ნუ არა, სადაც ჩვენი ხორცეულის მაღაზია კი იქ იყიდის, მაგრამ მირჩენია რომ მე ავარჩიო, რაც მე მინდა. კაცო სამწვადე თვითონ იყიდეს, მე რა ვიცი სამწვადება. თან მარიკოსაც უყვარს ტოლმა, რა ვიცი უყვარდა იმედი არ გადაუყვარდა. ტოლმა უყვარს და გავაკეთე ბევრს. რაღაცებს ვიყიდი კიდე სუჯუხი მუჯუხები და რავი კაცებს უყვართ მე რო გითხრათ ეხლა სუჯუხები რო არის თუ რა ქვია სუჯუხი აი მაგის ანუ აი ვერაფრით ხალხო ვერ შევიყვარე აი ვერც გავიგე რა გემოაქ ანუ ხო აი რო დაამუღამეო რო იტყვე ვერ გავიგე აი როგორც ერთის ხელზე ამბობ რო ერთი უნდა კარგად მიირთვა და მერე დაუმუღამებ აი ერთიც მივირთვი და ორიც და ვერა ხალხო აი ცუდად ხდის არაფრით არ შემიძლია მაგის ჭამა აი ვერაფრით ვერ შევიყვარე არც ეგ არ მიყვარს ათი სუჯუხი თუ რა მაგათ უყიდი კაცებს ჭამა რაც ეს ქონია ჭამა ხო ნუ სალათს გავაკეთებ ტკბილეული მექნება მე რა სამში უკვე სამსახურში გავდივარ ასე რომ შვიდში არის ჩემი დედამთილის დაბადების დღე როგორ დღესასწაულზე დაიბადა ძალიან ბევრი არ მიფიქრია სიმართლე გითხრათ რას ვაჩუქებდი ასე რომ ვთქვათ იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცი რაც ბენედეტამიშვილეთ რაც უნდა ასე რომ ვთქვათ და დიდი ხანია უნდა ხო და რადგან დიდი ხანია უნდა მინდა რომ ესა ჩუქარი გავუკეთო დაბადების დღეზე მე შესაძლოა ვერ წავიდე მაგრამ ჩემი მეუღლე წავა და წავუგებს არც ეგ არ არის პრობლემა სავარაუდოდ მე ვერანაირად ვერ წავალ იმიტომ რომ 8-ში მუშაობ სამუშაო დღეები ემთხვევა 8-ში უკვე სამუშაო დღეა და ძალიან მეეჭვება რომ წავიდე და წამოვიდე ეგრე მარშრუტკით არ მგონია ნუ თუ მანქანით არ წავედით რა თქმა უნდა ვინმეს მანქანით და მე რომ აქვს ხორცაკები მანქანა აი ეგ ნუ ზუსტად ეგეთი კი არა მაგრამ ნუ ხორცაკები უნდა რა რომ ძალიან მარტივად გამოატაროს ხოლმე ხორცი და თქვათ იმეებში დაამაგრე და ატრიალე და მაგებში არ იწვალოს რა და გორგიაში ვნახე ასლარად ფასდაკლებით იმედია რომ რკინის კარკასზე იქნება თუ რა ქვია მეტალს ანუ პლასმასი არ მინდა ჩემიც პლასმასი არ არის და ძალიან მომწონს და მოკეთ გადავწყვიტე რომ ეგ ვყიდო დიდი ალბათობით მაგას უყიდი არ ვიცი თუმცა გავივლი შესაძლოა სხვა რამე ავირჩიო
აი ვნახოთ. შესაძლოა მე რომ მინდა სახში ვიყიდო და სახეც ვერ ვიმახსოვრებ ეგ ვიყიდო. რომ არის წვალონ ხოლმე, როცა რაც მცირე რაც გაცხელება უნდა გაზიდა ისა და აი არ ვიცი მოკლედ რა უნდა გავიარო. როდის უნდა გავიარო კაცმა არ იცის, მაგრამ უნდა გავიარო. მაგრამ იდეაში მაგ დრომდე უკვე ფასდაკლები დამთავრებული იქნება, ამიტომ ამ თვის ბოლოს უნდა ვნახო აუცილებლად თუ იქნება ისე. თუ არა და რა ვიცი რაღაცას მოვიფიქრებ. ყოველ შემთხვევაში ვარაუდობ რომ ეგ მინდა რომ ვიყიდო, შესაძლოა სხვა რამ ვიყიდო. არც ეგ არ არის გამორიცხული, მაგრამ პირველი რაც არის ის რომ ეგ უნდა ვიყიდო. ნახოთ. რაც გადავწყოთ ჯერჯერობით არ ვიცი, მაგრამ პირველი ეგ არის, რომ ეგ მინდა ვიყიდო. ასე არა ვარ. ამ თვეში ძირითადად უფრო ტელეფონის ფულზე ვარ ორიენტირებული, რომ უფრო მეტი შევიტანო და ცოტა მალე დავფარო ვიდრე 2 წელი. დეკემბერში მე ხა ისედაც სახალწლო სამზადისის ასე ვთქვათ პერიოდი იქნება. ფასდაკლებები სამწუხაროდ არ არის ხოლმე ძალიან დიდხანს, ვთქვათ აი რო თქვა რომ 30-მდე და 31-მდე არა და იდეაში ხალხს ხელფასი უფრო რიცხება 31-მდე და შე რომ 29-მდე გაქვს აქცია და 28-მდე გაქვს, ხა უკაცრავად ვის სამოვაცალო ჯიბიდან და საიდან მოვიდე და ვიყიდო. ეგ არ მომწონს, რომ ისეთ დროებში აქვთ ხოლმე ფასდაკლებები, ანუ ხელფასები იდეაში არ არის ხოლმე. აი ბოლო პერიოდში ვერც ერთხელ ვერ დავამთხვიე ის რომ ფასდაკლებაში მეყიდა რამე, იმიტომ რომ არასოდეს მაგ დროს უკვე აღარ იყო და აი ძალიან უბრაზდები ხოლმე, იმიტომ რომ მინდა რაღაც ვიყიდო და დავგეგმავ, ამ დროს მივალ და ფასდაკლება უკვე დამთავრებული კაიხნის და ტყუილად მივლაყუნობ ხოლმე. რაღაცა იქნება. ძალიან მინდა რომ ეგ ვიყიდო, აი ზუსტად ვიცი რომ ძალიან გაუხარდება, იმიტომ რომ რამდენი ხანია ამბობს რომ უნდა ვიყიდო და იმედია მანამდე არ იყიდეს. ძალიან მინდა რომ გავახარო მოკლედ. მე თუ არა მარიკო და ჩემი მეუღლე აუცილებლად სწავლენ დაბადების დღეზე. დიდად რო გითხრათ უყვარს თავის დაბადების დღეს აღნიშნო მოგატყუებთ. და მე დავაკვირდი ხალხო აი უფრო ძველი თაობის ადამიანებს, ანუ აი თუნდაც მამაჩემს, აი ბებოს, იმას დაბადების დღე მე არ გამაგონო და რაღაც არ ვყვარ თავის დაბადების დღე. ასაკი გვემატება და რა გვინდა და რაღაცა ეს განცდები აქვთ ხოლმე რა. ხშირ შემთხვევაში ბებოს დაბადების დღე არის ხოლმე რაღაცა ძალიან ზარზე, იმით ჩემი ბებოს დაბადების დღე სოფელში. რამდენჯერმე ძალიან დიდი სიურპრიზი გავუკეთეთ. ერთხელ მთელი ჩვენი შვილიშვილები, იმიტომ რომ შვილები სხვა ქვეყანაში ცხოვრობენ და შვილიშვილები ვართ აქ. შვილიშვილები, ჩვენი შვილები, ქმრები, ვისაც შეეძლო წამოყვანა ყოველ შემთხვევაში კობა არ იყო. და მაშინ არც მე არ ვიყავი გათხოვილი. მათი შვილები, მოკლედ ძალიან ბევრი ადამიანი, მათი დედამთილები და რაღაც, რა ვიცი, მოკლედ ძალიან ბევრი ადამიანი. დავდეთ ყველამ ფული, ვიყიდეთ პროდუქტები და მზადება იყო 2 დღე, აი გადავწყდით, ვიყავით ძალიან ბევრი ადამიანი, აი ძალიან ბევრი. ჯერ შვილები ვარ ძალიან ბევრი და ჩვენი შვილები და დედამთილები ანუ ღვაზე ხარ. ძალიან ბევრი და აუღნიშნეთ დაბადების დღე და ძალიან ისეთი იყო ემოციური, ხო ბებოს და ქალები იყვნენ. კიდევ შემდეგი დაბადების დღე, რაც ცოტა ისეთი გრანდიოზული იყო, იმას გეუბნებით. იყო მარიკო მყავდა უკვე შარშან, თუ არ ვცდები არ მახსოვს. ასევე წავედით რესტორანში, ვინც სოფელში ვიყავით ყველა.
რაღაცა ისე დაემთხვა, რომ საკმაოდ ბევრი ვიყავით სოფელში შესულები იმ პერიოდში. ვინც მოახერხა ახალციხიდან მოვიდა და რა ვიცი, მოკლედ ვისაც მოუხერხდა რა. წავიყვანეთ ბებო რესტორანში და საკმაოდ ბევრი ხალხი ვიყავით იქაც. აღვნიშნეთ, იყო ძალიან კარგი გარემო და ზოგადად ისედაც ბებო ყოველ წელს რაღაცნაირად შვილები ძალიან აიძულებენ ხოლმე რომ დაბადების დღე გადაიხადე. ან კაფეში მიდიან, ან რესტორანში მიდიან, ან თუნდაც სახლში, მაგრამ საკმაოდ ესეთი ბევრი არიან ხოლმე სადაქალო ადამიანები, ვინც ბებოს პატრონობენ და მადლობა უფალს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ყავს ბებოს, ვინც პატრონობს, პატრონობაში თulis რომ მომკითხავი ყავს, რაღაცნაირად რძეში აქვთ ხოლმე, ვიღაცას ყველიში აქვს, ჩადიან, კითხულობენ, ბებო როგორ ხარ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვინც იქ არ ვართ და ვნერვიულობთ, რომ ყოველ დღე კი ვერ მიდის ვიღაც, მაგრამ ანუ ხო ხვდებით რა. და ძალიან ესეთია ჩვენთვის და სულ ამბობს ხოლმე დედა, რომ ადამიანები, ვინც ჩემს მშობელს პატრონობენ, მათ აუცილებლად სჭირდებათ პატივისცემა და თავისთავად ეგრეა. და ამიტომ აღნიშნავს ხოლმე, ასე ვთქვით, ბებო დაბადების დღეს, ოღონდ უწუწუნებს რა თვითონ და ეს დაბადების დღე და მამა ჩემი მაგალითად, ვაიმე, ოღონდ დაბადების დღე არ უხსენო, ოღონდ გეხოწებით რა, ეხა ვერ გაექცევი იმ ფაქტს, რომ ამ დღეს დაიბადე, ხო, ანუ ვერ გაექცევი და თუ არ აღნიშნავ, ეხა რა, ანუ რა ისევ შენთვის თორე, ნუ აღნიშნავ, ხო? ხო და მამიკო არის დაბადებული 11 ივნის და მარიამი დაიბადა 10 ივნის. ბევრმა იცით ეს ამბავი, რომ შემეძლო ამერჩია 10-დან ან 9-დან სადღაც 12-მდე აი ეს რიცხვები. თუმცა გადავწყვიტე, ბატონო. ხო. საიდან ჩამოხვედი დედა? საბერძნეთიდან. ხო, დედიკო. კაი სიყვარულო, შენ მიირთვი პური. და მე ავეჩი 10 რიცხვი. რაღაც მხრივ მამიკოს გავუწყდა რომ არებ 11-ში. ეხა ბუნებრივად რომ მე მშობიარად და 11-ში დაბადებულიყო, ნუ რაზე ალაპარაკი, ბუნებრივად გავაჩინე და მორჩა. მაგრამ რადგან საკეისრო იყო და აუცილებლად არ მქონდა ისე უეჭველი 11-ში უნდა იყოს და სხვა დღე, რადგან რამდენიმე დღე მქონდა ასარჩევ და ავიღე 10 რიცხვი, იმიტომ რომ რაღაცა მრგვალია და ძალიან მომწონს 10 და თან მინდოდა რომ ყველას ოჯახში გქონდეს ჩვენი კონკრეტული დაბადების დღე და არ გქონდეს ორ ადამიანს მაგალითად, იმიტომ რომ ცოტა ისეთია რა რაღაცა ახლა კიდე არ აუშავს, მაგრამ დიდები რო იქნებიან, მარიკოც რო გაიზრდება რაღაცნაირად თავის წრეში წავა, დაბადების დღე ექნება, იქ რაღაცა მამას დაბადების დღე, აქ ხალხი, ანუ ესე რაღაცა გაყოფილად ხო ვერ ვიქნებით არა. და ძალიან მინდოდა რომ ყველას ჩვენი დღე და კონკრეტული რიცხვი გქონოდა დაბადების დღის და მე ვფიქრობ ძალიან კარგად მოვიქეცი ყოველ შემთხვევაში. ეხა მამიკო ამაზე არ მთანხმდება რომ კარგად მოვიქეცი. მაგრამ ბარემ 11 ყოფილიყო. ახლა ნუ ვთქვი რომ ჩვენი ის გვინდოდა რომ ქონოდა დაბადების კონკრეტული ასე ვთქვათ რიცხვი და ვფიქრობ რომ ძალიან სწორიც აღმოვჩნდი. და მამიკო ისე ხოლმე რა თავის დაბადების დღეზე რომ არც მახსოვს და რაღაც ეგრე. და ოღონდ თქვენ არ გეგონოთ რომ მართლა იტყუება ან რამე არ ახსოვს, ანუ იმდენად არ უნდა თავის დაბადების დღე რომ აი რაღაცეთ არ იაზრებს რომ დაბადების დღე აქვს, ანუ არ უყვარს. ივნისში საკმაოდ ბევრი ოჯახის წევრი მყავს დაბადებული, მარიკო, მამა ჩემი და ანიტა, ჩემი ძმისშვილი სამივე. და საკმაოდ ისეთი ზოდიაქოს ნიშანია, მძიმე და სამივე ეთყობა ეს მძიმე. სხვადასხვა
მერწყულებზე საერთოდ აი არასოდეს არ იყო ხოლმე რომ მერწყულის ხანა დამდგარიყო. აი ხშირ შემთხვევაში აი მერწყულს არც განიხილავდნენ რომ ან რამე კარგი ხდება მის იმაში, ან რაღაცა წინსვლები ექნება, აი რაღაც ზაგად ახტებოდა ხოლმე მერწყულს წლების მანძილზე და სულ მქონდა ხოლმე რაღაცნაირი განცდა რომ აი მერწყულები არ ვარსებობთ. მე მერწყული ვარ 14 ფებრუარს ვარ დაბადებული და როგორ არის იცით რომ თითქოს არც უჩინარებიო ართ რა ეგეთი შეგრძნება მქონდა ხოლმე ყოველთვის ხო და ბოლო პერიოდში TikTok-ზე რომ ხდება ხოლმე ეს ჰოროსკოპების რაღაცები მოკლედ და მოვუსმენ რამდენიმე წამით სულ არის იმაზე საუბარი რომ დაიწყო მერწყულის აყვავების ხანა როგორც ეკონომიურად ასევე კარიერულად და აი ყველაფერი მერწყულს წვალება აღარ დაჭირდება ანუ აქამდე თუ უნდა წაეთხრია თავისი ცხოვრება დაებრძოლა ახლა არის ხანა როცა მერწყულებისთვის აი ეს ებრძოლა და ებრძოლას შედეგი იდება ასე რომ ვთქვათ და რაღა დაგიმალოთ და ძალიან მიხარია იმიტომ რომ რა ვიცი აღარ არის დრო რომ გამოვანათოთ და ჩვენც ვიყოთ რაღაცა ლეველზე რა ვიცი მე მეტი და ერთ ჭიქაყავა ვერ დავლი ხალხო რაღაც არ მსიამოვნებს თან მინდა და თან არ მსიამოვნებს ზოგადად კაცების დროს დიდად არ მიყვარს ხოლმე ყავა მაგრამ მინდა ანუ კიდე მერწყულზე იყო ის რომ მათი შრომის დაფასება იწყება მოკლედ ეს ხანა ექნება ესეთი მერწყულს და ძალიან ისეთი აყვავებული და გაბრწყინებული იქნება მერწყული რამაც ძალიან გამაბედნიერა იმიტომ რომ დრო არის რომ ის ჩვენი რაღაცები ახაც დაგვიფასდეს ცოტა მაინც რაც ჩვენ გვიწვალია მერწყულებს და შრომა ჩაგვიდია მე ზოგადად ვარ ძალიან შრომელი ადამიანი და დარწმუნებული ვარ ჩემს ირგვლივ მყოფი აი ნებისმიერი ადამიანი იტყვის რომ გვანცას შეუძლია ძალიან ბევრი იშრომოს და ორივე ხელი ამიწევია მაგ საკითხში ძალიან შრომელი ვარ აი თავს არ ვზოგავ ზოგადად და მე ეს ვფიქრობ ხოლმე რომ იქნებ ჯობდა რომ აი ამ ნაწილში თავი დაზოგო იმიტომ რომ ყველაფერს გაგიჟება არ შეიძლება მაგრამ თავის დაზოგვა დიდად არ ვიცი აი ბოლო წუთამდე ბოლო ამოსუნთქვამდე შემიძლია ვიშრომო და მე რა ჩემთვის ვეუბნები ხოლმე რომ აი რაღაცას რო ვერ დავინახავ მე იმ შრომის შედეგს ღირდა მაგრამ ბოლო პერიოდში რაღაც ისე ვარ ხო ღირდა საკუთარი თავი გავზარდე ძალიან ბევრი კუთხით და ძალიან ვამაყობ ამით რომ რაღაცად არ დავნებდი აი ხო ხვდებით რა ძალიან არ მესიამოვნა ერთი კომენტარი Facebook-ზე სადაც ვთქვი რომ მე მყავს ჩაბარებული 2-3 წლიანები და გადავედი პედაგოგად დაც გარდა რეჟისორის ასისტენტისა უკვე პედაგოგის სტატუსითაც ვმუშაობ შენც ახლა უნივერსიტეტში არ მუშაობდეო და აი ცოტა ძალიან მეწყინა სიმართლე გითხრათ იმიტომ რომ არ ვიცი რა გონიათ ადამიანებს ბაღი ხალხო ზუსტადაც რომ ამ ასაკიდან იწყება ყველაფრის განვითარება მოტორიკა გინდა მეტყველება გინდა რა გინდა უნარები ყველაფერი რატომ არის მიღებული რომ ბაღში მე არ ვიცი ხა სად როგორ ხდება და არც მაინტერესებს მაგრამ იმდენი შრომა იდება და იმდენ შრომას ვდებ თქვენ არავის არ ეგონოს რომ ბაღში თუ მოვა გადაიდებს ფეხზე და მიუყრით ბავშვებს სათამაშოებს და გაერთობიან ეგრე არ იქნება აუცილებლად საჭიროა თქვენ ჩართულობა თუნდაც ძირს გორაობაც არც ეგ არ არის გამორიცხულება ერთად იგორაოთ ყოველ დღე დაგეგმა აქტივობის რაც არ გეგონოთ ასევე მარტივი და მე ამყოფის მართვა მთელი დღე ბავშვების სიყვარული სითბო
არ უნდა მობეზრდეთ პროცესი, უნდა შესთავაზონ აირნაირი გასართობი. არ ვიცი უბრალოდ რატომ მგონიათ ასე, რომ მეც ხა არ ვიყო უნივერსიტეტის ძალიან ვამაყობ იმით, რა სტატუსიც ახლა მაქვს და მქონდა, ნუ სხვა სტატუსი იყო და ის ჩემი პროფესია იყო და იქ კიდე სხვანაირად ვიყავი. რამხელა პასუხისმგებლობას ვგრძნობ და რამხელა ყოველდღიურ რუტინას გავდივარ, რა დავგეგმო, როგორ, რა მივაწოდო, რანაირად ძალიან ბევრისთვის ალბათ იქნება, რა ვიცი მე, ძალიან რთული და ჩემთვისაც რთულია, იმიტომ რომ ეს პროცესი მარტივი ვერანაირად ვერ იქნება. ეხლა მით უფრო რომ ახლა დავიწყე მე და ახლა ვსწავლობ ძალიან ბევრ ამას. ამ ხრივ ძალიან დამწყდა გული, იმიტომ რომ მე ძალიან ვამაყობ იმით, რომ თქვენს შვილებს კი არ ვუვლი, თქვენი შვილების ცხოვრებაში ძალიან დიდ როლს ვთამაშობთ ყველა, ვინც იქ ვართ და მეტი სიფრთხილით არის საჭირო ადამიანების მოხსენება, ვიდრე თქვენც ახლა უნივერსიტეტში არ იყოთ. გემშვიდობებით. სავარაუდოდ სიცხე მამიწია, იმიტომ რომ ცოტა გავიყინე და დრო არის სიცხე გავისვა. დროებით.